დაფარული ლობირება და ოპონენტების მტრებად წარმოჩენის სტრატეგია. არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება სასრუელი პოლიტიკური მიზნების გასატარებლად ევროკომისია ისევ სკანდალშია. მსოფლიო მედია სვამს კითხვას, რატომ მოხმარდა მილიარდები კლიმატის ცვლილებების ნაცვლად განსხვავებულ აზრთან ბრძოლას. ცნობები ბრიუსელიდან საქართველოსთვის ბევრჯერ ნანახი სცენარია. კონკრეტული მაგალითები პრემიერმა გაიხსენა. ნინო არღულიანი განაგზობს თემას პირდაპირ ეთერში. ლევან, ევროკომისიის მიერ უკვე აღიარებულია, რომ 9 მილიარდი, რომელიც ეკოლოგიის დაცვისთვის გამოიყო სინამდვილეში, ლობისტურ საქმიანობას და მათი პოლიტიკური ინტერესების გატარებას მოხმარდა. ამ სკანდალურმა ინფორმაციამ ქართულ ოცნებას დაუდასტურა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ახლა USAID-ის და NED-ის საქმიანობა რეალურად ევროპულმა ინსტიტუტებმა გადაიბარეს და საქართველოში რადიკალურ პროცესებს არასამთავრობოების გავლით სწორედ ევროპული ინსტიტუტები აფინანსებენ. პრინციპში ამას მხოლოდ ქართველი კანონმდებლები არ ამბობენ. ამაზე ღიად ალაპარაკდნენ ევროპარლამენტარებიც. ევროპული სტრუქტურები საკუთარ იმიჯს საკუთარი ხელით ანგრევენ. ევროკომისია ახალ სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს განაგებს, ფულს არამიზნობრივად და გაუმჭირვალედ ხარჯავდა. სქემით რამდენიმე მილიარდი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ გამოიყო, თუმცა ლობისტურ საქმიანობაში, განსხვავებული აზრის ჩახშობაში, კონსერვატიულ და ევროსკეპტიკურ ხმებზე თავდასხმასა და პოლარიზაციის გაღვივებაში დაიხარჯა. საიდუმლო კონტრაქტებით ევროკომისიის სამიზნე იყო ყველა, ვინც მათ აზრს არ ითვალისწინებდა და ვიზეც მათი გავლენები ზეგავლენას ვერ ახდენდა. კომისია ადგენს, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა არასათანადო ლობირებას. ეს მილიარდების არამიზნობრივად ხარჯვაზე უმაღლესი ევროპული ინსტიტუტის აღიარება. სკანდალმა ევროპარლამენტარები გააოცა, მაგრამ ვერ გააკვირვა, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ ევროპული პოლიტიკის იარაღი სწორედ არასამთავრობოები არიან და სწორედ მათ იყენებენ საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. 2 წლის წინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებოდა, მაშინვე გარკვეული სახის შავი სია შეიქმნა საქართველოს მთავრობისთვის და ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას. ახლა გვესმის განცხადებები, რომ კომისიიდან ხელისუფლებისთვის განკუთვნილ თანხას მთავრობის ნაცვლად არასამთავრობო სექტორი მიიღებს. ჩემთვის ეს აშკარა ჩარევაა. ეს ნიშნავს ჩემთვის დემოკრატიული გზით გაკეთებული არჩევანის შეცვლის მცდელობას და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ყიდვას. ლობიზმი და არასამთავრობო სექტორი ევროკავშირში ძალიან გავლენიანია. ძალიან სპეციფიკური სისტემაა. 25 წელი საფრანგეთის პარლამენტში ვიყავი და ვიცი რა მექანიზმები გქონდა ამ სისტემის გასაკონტროლებლად. აი მაგალითად ახლა ქართველ NGO-ებს აძლევენ ფულს ხელისუფლების შესაცვლელად. ბოდიში და ამისთვის ვიხდი მე ან სხვა აქ გადასახადებს. სამწუხაროდ ეს კომისია ასე მუშაობდა და ამიტომ არ მიგვირს. ევროსტრუქტურებიდან ქართული არასამთავრობოები საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ფინანსდებიან, ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძეს კონკრეტული მაგალითები აქვს, რაში იხდიან ფულს ევროპელები. ვინმე მალავს, რომ კონკრეტული ყველაზე მდიდარი NGO-ები პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში. სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივნისში, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს NGO-მა. ვინ ეკითხება NGO-ს მთავრობის ყოფნა არ ყოფნას, ხო? ეს არ არის NGO საქმე, ასეთი მოთხოვნა შეიძლება დააყენოს პოლიტიკურმა სუბიექტმა. მაგრამ არა უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-მა დააყენეს ასეთი მოთხოვნა, შესაბამისად ხელის გულზადებს ის, რომ გარე დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების დასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დასაბრუნებლად. ევროკომისიის მიერ მილიარდებად ნაყიდი ლობიზმი ქართული ოცნებისთვის საქართველოში ხილულია და საუკეთესო მაგალითად არჩევნები სახელდება. მართველი პარტია შეფასებისას კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროპა USAID-ის და NED-ის სკანდალის შემდეგ ამერიკული ფულის ჩანაცვლებას ცდილობს. სხვა რამის მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ეს არის ჩვეულებრივად, ეს არის სწორედ კორუფციის ნაირსახეობა, როდესაც საჯარო თანხები გამოიყენება პოლიტიკური ვიწრო პარტიული თუ გარკვეული ვიწრო ჯგუფის ინტერესებში მყოფი პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წასაწევად. ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული ქართული ოცნების წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა საარჩევნო ღონისძიებები, მათ შორის შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს არჩევნებამდე რამდენიმე დღით
ადრე საბოლოო ასე ვთქვათ საჯარო აქცია ჩატარდა არა პარტიების მიერ, არამედ ევროკავშირიდან დაფინანსებული NGO-ების მიერ. ჩვენ გასული წლების განმავლობაში იგივე ჩაკეტილ წრეს დავეჯახეთ, ასე ვთქვათ, როდესაც ევროკომისია თუ სხვა წარმომადგენელი, ევროპელი თუ ამერიკელი წარმომადგენლები თავადვე აძლევდნენ თანხას, თავადვე განსაზღვრავდნენ დღის წესრიგს, თავადვე ეუბნებოდნენ ვინ უნდა გაეჩუმებინათ და ვინ უნდა გაეძლიერებინათ. ხო არ არის ისე რომ ეს თანხა ხმარდება ვიღაცების გაჩუმებას, ვიღაცებისთვის კეფაში ტყვის სროლის მოწოდებას და ასე შემდეგ. ეს მწარე გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ეს სქემები ჩვენთვის ნაცნობია. მილიარდების არამიზნობრივად ხარჯვა და კორუფცია, ევროსტრუქტურები, რომლებიც სხვა ქვეყნებისგან გამჭვირვალობას ითხოვენ, საკუთარ გამჭვირვალობაზე უარს ამბობენ. ევროკომისიის მიერ ლობიზმში გადახდილი მილიარდების გამოძიებას ევროპარლამენტარების ნაწილი ითხოვს, თუმცა ისინი ჯერ ხელმძღვანელების ყურადღებას ვერ იქცევენ.